სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთანაც ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ სახარებაში ამოვიკითხეთ დღეს მაცხოვრის სიტყვები, რომელიც ალბათ არაერთხელ წაგვიკითხავს და თქვენც ვინც სახარებას კითხულობთ, არაერთხელ შეგხვედრიათ და მაგრამ რადგან დღეს სახარება წირვაზე იქნა წაკითხული, კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ საკითხს, ესე იგი. უფალი ამბობს, რომ ესე იგი, ადამიანია, რომელიც ღვთის სიტყვას ისმენს და ასრულებსო, ვამსგავსო ისეთ კაცსო, რომელმაცო სახლის აშენება გადაწყვიტა და კლდეზე დააშენა ეს სახლი. და როდესაც იყო წვიმა, იყო წყალდიდობა, იყო ქარიშხალი და ეკვეთა ამ სახლს, ეს სახლი მტკიცედ დახვდა და დარჩა ისე ყარად. და ადამიანი, რომელიც ღვთის სიტყვას ისმენს და არასრულებსო, გავსო იგი კაცსა ცოფსა, ანუ უგუნურს, სულელს, რომელმაცო ქვიშაზე ააშენა სახლი და როდესაც იყო წვიმა და წყალდიდობა და ქარიშხალი, ეკვეთა ამ სახლს და დაეცა ეს სახლი და დიდი იყო ამ სახლის დაცემა. და ეს ჩვენა ვართ, ესე იგი. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ სახარება უნდა იკითხოს ადამიანმა და იმიტომ კი არ უნდა იკითხოს, რომ აი დღეს ჩაეთვალა, რომ სახარება წაიკითხა. იმიტომ კი არა, რომ აი მექანიკურად აი თითქოს ვალი მოიხადა, წაიკითხა და აჰა დღეს სული დაიმშვიდოს ამითი, რომ წაკითხულია. მაგ განწყობით არ უნდა კითხულობ. მაგ განწყობით თუ კითხულობს ადამიანი, მისთვის ეს არის სატანჯველი. რომ აი დღეს წასაკითხი მაქვს სახარება, ხო არ წამიკითხია და გამძიმეს. და თუ ისე კითხულობ, რომ მასში შენ ხსულის ხსნას ეძებ, ეგრე არ იყო აი მაცხვარი რომ უქადაგებდა და ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგო მისი ზეციური პურის შესახებ, როდესაც საუბრობდა, რომ მე ვარო ის ზეციური პური, რომელიც ზეციდან გარდა მოვხედე. და ზოგმა ვერ გაიგო და მიატოვა და მოციქულებს ეკითხება, თქვენ ხო არ გინდათო რომ წახვიდეთო და სად წავიდეთო უფალო პეტრე მოციქულიეობნეო, საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებელი სიტყვები შენ გაქვს. და ჩვენ თუ სახარებას შევხედავთ ისე, როგორც ეს არის საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებელი სიტყვა. აი ესე თუ შევხედავთ და მართლაც ესეა. როგორ ამბობს დავით ნაფსალმონი, ვიხარებდე სიტყვათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყვეი დიდძალი. ანუ ეს ხო მეფე იყო და წარმოიდგინეთ აი მეფე, რომელმაც შეიძლება დიდძალი ტყვე ჩაიგდოს, არა როდის ჩაიგდოს, როცა ბრძოლაში გაიმარჯვებს და უამრავი ტყვე ჩაუვარდება. აი ესე ვხარობდეო შენ სიტყვაზე, ვხარობ როგორც ვიღაცამ დიდძალი ტყვე ჩაიგდოს. ვითარცა სური ირებსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო. სხვაგან ამბობს. ანუ როგორცო ირემსო წყაროს თვალის დანახვა უხარია და იმისკენ მიისწრაფის. წყარო დამაშვრალი როა, ხო, დარწყულება რომ აი ესე ვარო შენი სიტყვის მიმართო და ადამიანი მართლაც ესე უნდა იყოს და მისთვის უკვე ის ყოველდღიური საკითხავი სატანჯველი კი არ იქნება. არამედ იქ სიხარულს იპოვის, იქ ნუგეშს იპოვის, იქ რაღაცის გამო მხილებას იპოვის, რაღაცას ჩვენ ვერ ვაკეთებთ და ის სხვაგვარად გვეუბნება, იქ ჩვენ სულს შეეხება ის, რომ აი რაღაცაში გამხილებს. და ეს სული არ დამშვიდდება იქამდე, ვიდრე არ შეინანებ იმას, რაშიც გამხილებს. ეხლა ხო ყოფილა მაგალითად, რომ აი ფეხსაცმელში რაღაცა პატარა კენჭირო ჩავარდება და რომ გაწუხებს, ესე იგი. ადამიანს ახლა აქვს შესაძლებლობა, რომ გაიხადოს და გადმოაგდოს ის რაც არის. ეხლა ჩვენ რო ვიცოდეთ, რომ ის რაც იქ ჩავარდა, კენჭი კი არ არის, ცოცხალია. ეხლა უკვე თან კი არ გაწუხებს, ცოტა გეშინია კიდეც. ეგრე არ არის? აი მაგალითად
თვალში რო რაღაც ჩაგივარდება და გაწუხებს რაღაცას ვცდილობ მე ვიღაცას ჩაახედებ ამამონი ეხა იცოდე რომ ის თან ცოცხალია რაც თვალში ჩაგივარდა ხო უბრალოდ კი აღარ გაწუხებს არამედ გაშინებს კიდეც ხო და წარმოიდგინეთ აი სულაც შენთვის სასიამოვნო საქმეს რო აღასრულებდე თუ იცი რომ უბეში რაღაცა გიზის და გაწუხებს და თან ეს ცოცხალია უკვე ვეღარ განიცდი იმ სიამოვნებას თუნდაც შენთვის ყველაზე საყვარელ საქმეს აღასრულებდე და ეგ არის სინდისი რომელიც ადამიანს ამხილებს და თუ ის ადამიანს ამხილებს ვერასოდეს ადამიანი მშვიდად და ბედნიერად ვერ იგრძნობს თავს ვერასოდეს და რაც უფრო ეცდება ადამიანის საკუთარი ცოდვის გამართლებას მით უფრო მოუჭერს ამ სინდისის მარწუხები ერთადერთი გათავისუფლდება მაშინ როდესაც იტყვის რომ მე შევცოდე მე ვაშავებ ახლა ესე როგორც ვიქცევი ესე რომ ვიქცევი ვაშავებ ის კი არა რომ ამ საქციელს ჩემსაც გამართლება მოუწევ არა მე თქვა რომ მე ცოდვილი ვარ უბრალოდ შევცოდე ცოდა შეიძლება ადამიანმა პატარა ცოდვა ჩაიდინოს და იმის მოუნანიებლობის და იმის გამართლების მცდელობის გამო სინდისი ქენჯნიდეს და ტანჯარდეს და შეიძლება დიდი ცოდვა ჩაიდინოს და იმას გუწრფელად ნანოვდეს და იქ არ შვიდად იყოს ადამიანის მაგრამ იქ სადაც ადამიანი თავს იმართლებს იქ არ არის შვიდად აი ძალიან ელემენტარული მაგალითი სიტყვაზე კერავთან მიიტანე რაღაცა უნდა შეკეროს და მას შეეძლო რომ უფრო მეტი ძაფი ნახევარი მეტრით მეტი ძაფი დაეხარჯა და 10 წუთით მეტი დრო და უფრო სხვაგვარად გაეკერა და დაიზარა და დაენანა და არ გაკერა ხო რა არის ნახევარი მეტრი ძაფი იმის გამო სინდისი შეაწუხებს რომ შეეძლო გაეკეთებინა ისე როგორც წესი იყო და არ გააკეთა ეს შეიძლება ვერავინ ვერ დაინახა ის შეიძლება არც დაიხეს ისე გადააგდეს ადამიანმა ის ტანისამოსი რომ არც დაეხეს ეს შეამჩნევს მაგრამ შენ რო იცოდი რომ ეს შენი გასაკეთებელი იყო და რომ არ გააკეთე იმის გამო სინანულია საჭირო და ესეთი სხვა მრავალი ამიტომ აი ჩვენ სინდისი უნდა დავიცოთ როგორც უნდა მამები ბრძანებენ ღვთის წინაშე უნდა დავიცოთ სინდისი იმას უთხარი მათხოვს თუ რამე კარგი თამაში აქვს ტელეფონში ადამიანების მიმართ უნდა დაიცოს სინდისი, ნივთების მიმართ უნდა დაიცოს სინდისი. ნივთების მიმართ როგორ ახლა? როგორ და თუ გაქვს ადამიანს შესამოსელი, რომელიც ჯერ კიდევ კარგია და ხმარო, მარტო იმიტომ რომ ახალი გინდა, ეს არ უნდა გადააგდო. იმიტომ რომ სხვანაირი მოგეწონა ახლა. რაღაცა ნივთი გაქვს, რაღაცა გაქვს სახში თუ ასე შემდეგ. არ უნდა გააფუჭოთ ყოველუბრალოდ არაფერი. არ უნდა გააფუჭოთ ყოველუბრალოდ საკვები ესე იგი. წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში მოხდა ასეთი რამ. თავად წმინდა საბა განწმენდილი იყო წინამძღვარი და შეიგი დაინახა რომ ვიღაცა მონასტრიდან რაღაცა გადაყარა არ ვიცი ციციბურა იყო თუ რაღაც მარცვლეული იყო ისეთი მოხარშული და გადაყარა. ხოდა ეს რო დაინახა მას არაფერი არ უთხრა. ჩავიდა და სათითაოდ ხევში გადაყარა წარმოიდგინე. ჩავიდა იქ სულ კლდეებია, სულ ეს არის ხრიოკი ადგილებია. ჩავიდა კლდეებში, ამოკრიფა სათითაოდ ეს მარცვლები წარმოიდგინეთ. აი იმისათვის რომ შეგონება მიეცა მისთვის. პირდაპირად შეეძლო რომ შენიშვნა მიეცა, მაგრამ ესე გააკეთა. ამოკრიფა სათითაოდ ეს მარცვლები და ახლიდან მოამზადა ეს საკვები. და დაპატიჟა ის ბერი, რომელმაც ეს გადაყარა, როგორც გაფუჭებული. ისე გადაყარა. ხოდა ის გულწრფელად ამბობს, მამო, ასეთი გემრიელიო, არაფერი არ მიჭამია. და მე უთხრა რომ ეს ის იყო, რომელიც მან გადაყარა. და შეაგონა ამის გამო. ეხლა წარმოიდგინეთ, უფალმა 5 პურით და 2 თევზით 5000 კაცი ხო დააპურა. და არა მარტო კაცები, უამრავი მანდილოსანი და ბავშვი იყო, მაგრამ მათ ემახარებელი აღნიშნავს, რომ
იქ მხოლოდ კაცები იყო 5000, ქალების და ბავშვების გარდა. და გაცილებით მეტ რაოდენობაზე აქვს საუბარი და რისი თქმა მინდა რომ როდესაც დააპურა უფალმა ეს ამოდენა ხალხი, მოციქულებს უთხრა რომ რაც დარჩებაო საკვებიო აკრიფეთო რომ არ გაფუჭდეს. მას ვისაც შეეძლო რომ 5000 კაცი დაეპურებინა, კაცმა რო დგას რა თუნდოდა ის ნარჩენები რო ააგროვებინა. სხვაგანაც იზავდა, სადაც წყალი ღვინოდ გარდაქმნა, სხვაგანაც იზავდა ამას, მაგრამ იმისათვის რომ ჩვენთვის ესწავლებინა და მათთვისაც მოწაფეებისთვის, ჩვენთვისაც რომ ყველაფერი ღვთისგან არის მოცემული და იმას ჭირდება გაფრთხილება, რომ იმის გამოც ადამიანს შეიძლება სინდისი დაუმძიმდეს. ჩვენს პატარაობაში დიდი დრო არ არის გასული, მაგრამ რომ გამოაცხოდნენ პულს, ერთი კვირა ყოფნიდა ხოლმე, ესე იგი და ერთი კვირის პულს ჭამდა ადამიანი. დღეს თუ ესე იგი თონიდან არ არის გამოტანილი და ცხელი თუ არ არის და პირს თუ არ გიწევს, შეიძლება მეორე დღის პული არ შეჭამოს ადამიანი. არის და ეს უფრო კარგია ჯანმრთელობისთვის. იმას ვამბობ, რომ რაც შესაძლებელია რომ გამოიყენო, რაც გჭირდება ღმერთი გაძლევს იმას. მაგრამ ჩვენ სინდისს ხშირად ვიმძიმებთ იმის გამო, რაც გჭირდება კი არა, რაც გვინდა უბრალოდ, ჩვენს გულისწყმას უნდა, ესე ჩვენი სისუსტეა. ზოგჯერ ადამიანი ნივთებს ყიდულობს, მაგრამ არ იცის მერე ეს ნივთი რისთვის უნდა. უბრალოდ აი რაღაცა ჟინი აქვს, რომ ეს ნივთი იყიდოს. რაღაცა ისეთი. ამიტომ აი ჩვენ ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვის მიხედვით მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება და უფალი რას გვეუბნება, აი პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რაცა რათა დღეგრძელი იყო და სიკეთე გქონდეს ამ წუთის ოფერში. და ესეც ცნებაა ღვთის. და რამდენად ადამიანი ასრულებს ამ ცნებას, იმდენად დღეგრძელიც არის და იმდენად სიკეთეც აქვს. ხორციელიც და სულიერიც. ოღონ ამას ჩვენ რო ვამბობთ ხოლმე, მშობლებს უხარიათ, რომ ხო ვატყობ ხოლმე და თან შინაგანათაც ახლა კარგია, კარგ რამეს ეუბნებაო ბავშვებს. და ის ავიწყდებათ, რომ მათაც მშობლები ყავთ. მათაც რო თავისი მშობლების მიმართ ეს პატივისცემა უნდა გამოიჩინონ. აი პატრიარქმა როგორ თქვა, დაალოცინე თავი და ხელზე ემთხვი. მე ახლა ერთად არ ვცხოვრობ, ხშირად არ გვაქვს ესე შეხება, მაგრამ არ არსებობს შესაძლებლობა მომეცეს ერთად ვიყოთ და თავი არ დავალოცინო და ხელზე არ ვემთხვი მშობლებს. ამიტომ ვისაც გაქვთ ეს შესაძლებლობა, რომ გაიღვიძებთ, მიდით მშობელთან თავი დაალოცინეთ, ხელზე ემთხვიეთ და ამ დროს ღმერთი დაგლოცავთ. და მეტი რა გინდა რომ ღმერთმა დაგლოცოს ადამიანი, არა? და ჩვენ ამ შესაძლებლობას სამწუხაროდ არ ვიყენებთ. არ ვიცი გცხვენია და მაგიტო არ ვიყენებთ რა, მაგრამ ეს ლოცვა კურთხევაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ეს შევასრულოთ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, არ მახსოვს რომელიც წმინდანის ცხოვრებაშია. თუ არა ვცდები, წმინდა იოანე კრონშტადტელის ცხოვრებაში. მივიდა ერთი ადამიანი და თან ეს ისეთი ადამიანი იყო, რომ ადამიანი შინაგან მდგომარეობას კარგად ცნობდა და ხელზე უნდა ემთხვიოს და უკითხავს, რომ სახშიო დედასო, ეამბორებიო ხელზეო. და არაო, მაშინო წადიო და ჯერ დედას ემთხვიე ხელზე. თუ არა და ფარისეულობაო შენი საქციელი. და ამიტომ აი ეს ხელზე ემთხვევა ეს გარეგნული გამოხატულებაა პატივისცემისა, მაგრამ შინაგანათაც ადამიანი მშობლის მორჩილი უნდა იყოს და იგი დამჯერი უნდა იყოს, რომ დედის წინ მორბენალ გვიცო, ან გელი შეჭამსო და ამ გლის ფერიო. ამიტომ ხორციელი მშობლის მიმართაც ეს დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს და ჩვენი დედა კიდევ არის ეკლესია. და ჩვენი დედის, დედა ეკლესიის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს. საბოლოო ჯამში ღვთის სიტყვის მიმართ, საიდანაც დავიწყებთ, იმიტომ რომ ეკლესია ღვთის სიტყვას ქადაგებს. და ვინც ღვთის სიტყვის მიხედვით მოაწყობს ცხოვრებას, ის მტკიცედ დარჩება განსაცდელების წინაშე, როგორც ის სახლი დარჩა, კლდეზე აშენებული. და ვინც უბრალოდ მოისმენს და მეორე კურსში გაატარებს და არ ეცდება შეასრულოს, ის განსაცდელის წინაშე
ძალიან ყიფე იქნება, ძალიან ადვილად ჩამოიშლება მისი გარეგნული სახე ქრისტიანობის. თითქოს ადამიანს შეხედავა ქრისტიანულად ცხოვრობს, ჩვენ რაღაცა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებით, შეიძლება მაშინვე ამოხდეს ადამიანი ტანსაცმლიდან, ესე იგი და ესეთი რამე მოიმოქმედოს, რომ ხალხს გაუკვირდეს. ეს ის არ არის ესეთი, რომ გვეგონა რაღაცა. და იმიტომ რომ ის არ იყო კლდეზე დაფუძნებული, არამედ ქვიშაზე. და განსაცდელი გამოაჩენს ხოლმე ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ისევე როგორც მე აღარ გადაგლით. კიდევ ერთხელ გაგახსენეთ, ჩვენ ამაზე გვისაუბრია ხოლმე წმინდა გრიგოლ ნოსელი ასეთ რამეს ამბობს. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ნაშრომი, ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანის სახელი და აღთქმა. იქ ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ერთ კაცო ალექსანდრიელ ვაჭარს მაიმუნი ყავდა და დაატარებდა სხვადასხვა ქალაქში, სცენაზე გამოიყვანდა, აცეკვებდა, ცეკვა ასწავლა და ადამიანის ფორმას ნიღაბს გაუკეთებდა, ფორმას ჩააცმევდა, აცეკვებდა და ამით ფულს შეუვლობდა და ყველას ადამიანი ეგონა. ერთ-ერთმა კაცმა, რომელმაც იცოდა, რომ ეს ადამიანი არ იყო, მოიწადინა ამის გამოაშკარავება. როდესაც საცეკვაოდ გავიდა ეს მაიმუნი ადამიანის ფორმაში გამოწყობილი, გადაუყარა კბილეული, რაც მაიმუნს უყვარს, ამ მაიმუნმაც დაივიწყა ყველანაირი ცეკვა და პასუხისმგებლობა, მოიგრიჟა ნიღაბი, იმიტომ რომ იმითი ვერ შეჭამდა. დაიწყო იმის ჭამა და გამოჩნდა, რომ ის სინამდვილეში მაიმუნი იყო და ამას რატო ამბობს მინდა გრიგოლ ნოსელი? ადამიანი, რომელიც გარეგნულ სახეს შეიმოსავს ქრისტიანობისა, აი ეს განსაცდელი ესე ჩამოგლეც ხოლმე იმ ნიღაბს მერე. ხო და თუ შინაგანადაც ადამიანია, ის ვინც გარეგნულად ადამიანს გავს, მაშინ იმას არ აქვს პრობლემა. ეგ არის ის, ვინც ღვთის სიტყვის მიხედვით ცხოვრობს. მე შეგეძლო ეს სიმტკიცე მოგანიჭოს. ჩვენთან არის ღმერთი.